ავიაკომპანიები ირანის ომის გამო გაუქმებული რეისების აღდგენას იწყებენ. ბრუნდებიან თუ არა ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტები, გიყვებით რამდენიმე წუთში. სპირტიანი სასმელების უმსხვილესმა ექსპორტიორმა ყდა ქართულმა სპირტმა ბოლო 2 წელიწადში 258 მილიონი ლარის დივიდენდი გასცა. სახელმწიფო ელექტროსისტემა ქვესადგურ ურბნის 6 კერძო კომპანიასთან ერთად ააშენებს. კომპანიები ქვესადგურისათვის სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობას შეიძენენ. 2025-26 წლებში თევზჭერის სეზონისთვის შავი ზღვის ქაფშიას მოსაპოვებელი კვოტა 65,000 ტონაა. შეერთებული შტატების სენატმა ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის პოსტზე კევინ უორშის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. უორში უფლებამოსილების შესრულებას 14 მაისიდან შეუდგება, როდესაც ჯერომ პაუერის ვადა ოფიციალურად ამოიწურება. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბატაძე წარმოგიდგენთ. საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანული სოკარის შვილობილი. იტალიის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობ კომპანია იტალიანა პეტროლის CEO გახდა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. კომპანია იტალიანა პეტროლი 2026 წლის მაისში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანია სოკარმა შეიძინა. აღნიშნული გარიგების ხელმოწერის შემდეგ კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტი ლევან დავითაშვილმა დაიკავა. იტალიანა პეტროლი ევროპის ქვეყნებში 4500 ავტოგასამართ სადგურს ფლობს. კომპანიის საკუთრებაში ასევე ნავთობ გადამუშავებელი ქარხნები, რომელთა სიმძლავრე წლიურად 10 მილიონი ტონის გადამუშავება. აღსანიშნავია, რომ ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ივნისამდე იკავებდა. ავიაკომპანიების ნაწილი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე გაუქმებული რეისების აღდგენას იწყებს. კომპანია Discovery-ს დამფუძნებელი თეიმურაზ ბუზალაძის ინფორმაციით, ავიაკომპანია Fly Dubai, რომელიც კონფლიქტამდე კვირაში 3 სიხშირით დაფრინავდა და ახლა 1 სიხშირით ასრულებს ავიარეისს, უახლოეს მომავალში კიდევ 1 სიხშირის დამატებას გეგმავს. ყოველდღიურ სიხშირეზე გადავიდა საუდის არაბეთის Flyness. არსებული გეგმით 17 ივნისიდან ბრუნდება თბილისის აეროპორტში ქუვეითის ავიაკომპანია Jazeera-ც. კარგი ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ავიაკომპანია, რომელიც დაფრინავდა დაუშვა სიხშირით 3-ით, ეხა რეგულარულად დაფრინავს 1-ით და გადადის 2-ზე. ეს არის Fly Dubai. რაც შეეხება საუდის არაბეთის ავიაკომპანიებს, იქაც კარგი სურათი გვაქვს. ყოველდღიურზე გადავიდა Flyness და შესაძლებელია გადავიდეს შემდეგი კვირიდან უკვე 2 სიხშირეზე. გვაქვს ინფორმაცია კუვეიტის ავიაკომპანიებიდან. 17 რიცხვიდან მაისიდან იწყებს ფრენას თბილისში Jazeera-ს ავიაკომპანია და ბათუმში მაისის ბოლოდან. იმედი მაქვს, რომ მაისის ბოლოსკენ ყველაფერი დაალაგდება და რაოდენობა იმ რეისების, რაც ქონდა სიხშირეების დაბრუნდება. როგორ აისახა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ტურიზმის სექტორზე, როგორი არის სასტუმროების დატვირთულობა რეგიონების მიხედვით და დაიწყო თუ არა ჯავშნების მიღება. ერეკლე კოკაია, ინჯგუფის სასტუმროების აღმასრულებელი დირექტორი გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. ერეკლე, მოგესალმები. მადლობა, რომ გამოძებნეთ დრო და შემოგვიერთდეთ. გამარჯობა. დასაწყისში ჩვენ ამ კონფლიქტის ვისაუბრეთ იმ ვითარებაზე, რაც მაშინ შეიქმნა. მინდა რომ ახლა ცოტა განგრძობით ვადაში შევხედოთ, რა ვითარება გვაქვს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებიდან თითქმის 2 თვის თავი სრულდება. რა ზარალი მიიღო ჯამში ტურიზმის სექტორმა? რა თქმა უნდა, ცალკე დასაცვლელი არის ჯამში რამხელა ზარალი იყო ეს ტურიზმის სექტორისთვის, მაგრამ ბოლო 3 თვის განმავლობაში, ეს არის მარტი, იმიტომ რომ რეალურად მარტზეც აისახა ეს კონფლიქტი, მთელი აპრილის განმავლობაში და მაისის დაახლოებით ჯერ კიდევ საკმაოდ რთული პერიოდი არის ტურიზმისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მაისი უკვე მაღალ სეზონად იწვევდა ზაფხულის სეზონს გულისხმობ, ეს რა თქმა უნდა აისახა, ერთნაირად არ აისახა ყველა კურორტზე და ყველა რეგიონზე. ყველაზე დიდი ზარალი, იმიტომ რომ თუ გავითვალისწინებთ რა ბაზრებზე არის საუბარი, ეს არის გალფის ქვეყნები, ეს არის ისრაელი და აგრეთვე ყველა ფიქრობს, რომ მხოლოდ ამ ორ რეგიონს შეეხო, რეალურად ეს ბევრად მეტ ქვეყანას მოიცავს, მათ შორის ინდოეთს, საიდანაც პირდაპირ ფრენა ქონდა ჩვენ და სამწუხაროდ დღემდე არ არის აღდგენილი და არც ვიცით რეალურად როდის აღდგება, ინდიგოს ფრენებზე არის საუბარი.
და აგრეთვე ნებისმიერ იმ ქვეყანაზე, რომელიც გალფის ქვეყნების გავლით მოდიოდა და ჩამოდიოდა საქართველოში. მაგალითად იყო შემთხვევები, როდესაც გარკვეული ჩინური ჯგუფები, თუმცა აქ დიდი ზრდა არის მაგაზეც ვილაპარაკებ, აგრეთვე გარკვეული სხვა აზიური ჯგუფები, მაგალითად კორეა, მოფრინავდა ხოლმე ყატარის გავლით და რა თქმა უნდა, რადგან ყატართან ფრენა შეგვიწყდა, შესაბამისად ამ ჯგუფებთანაც, ამ ჯგუფების მიმართულებითაც ქონდა კლება. აგრეთვე შეგვიძლია თქვა ტაილანდი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მოფრინავდა ხოლმე ინდოეთის გავლით და რადგან ინდოეთის ფრენა აღარ არის, შესაბამისად ტაილანდის ბაზარიც ოდნავ არის შემცირებული მაისის მონაცემებით ყოველი შემთხვევისთვის. ჯამში რო შეხედოთ ციფრებში, მე პროცენტულად შემიძლია ვისაუბრო, მაგალითად კლება მაისში, წინა წლის მაისთან შედარებით, გარკვეულ ადგილებში, ამასაც კვლავ კიდე გავუსახავში, ხას მაგალითად გუდაურის შემთხვევაში კლება იყო დაახლოებით მინიმუმ 25%. რა თქმა უნდა, ეს ყველგან ასეთი სურათი არ გვაქვს, მაგალითად რო ავიღოთ გორი, რომელიც ნაკლები იყო დამოკიდებული, თქვა იმ ტურისტებზე, რომელიც ამ ქვეყნებიდან შემოდიან, იქ რა თქმა უნდა კლება არ გვაქვს, მეტის მატებაც გვაქვს წინა წელთან შედარებით, იმიტომ რომ იქ თავარი კლიენტურა მაგალითად გარდა ადგილობრივი დამსვენებლებისა არის აგრეთვე ჩინეთი, მოწინავე ლიდერობს ყოველ შემთხვევაში უცხოელ ტურისტებს შორის და ამ მიმართულებით რა თქმა უნდა ზრდა შეინიშნება არა მხოლოდ გორში, არამედ საქართველოში, ისედაც შესამჩნევი არის ნებისმიერ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით. ერეკლე, თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში თქვენი ზარალი დაახლოებით რა დიაპაზონში არის? თვიური ზარალი თუ გაინტერესებს, რა თქმა უნდა, ეს რამდენიმე 100,000 რა თქმა უნდა დამოკიდებული არის თვეების მიხედვით, მარტი რომელიც სიტყვაზე გუდავრი რო ავიღოთ, რომელიც მაღალ სეზონად ითვლებოდა და ძალიან კარგი მაჩვენებლები ჰქონდა, სანამ დაიწყებოდა კონფლიქტი, ეს მარტის შემთხვევაში თითქმის 600,000 ავიდა, თითქმის და დანარჩენ თვეებში ეს რა თქმა უნდა დაახლოებით 100-დან 200,000 ლარზე მეტყველის დაბალ სეზონს რაც შეეხება. რაც საკმაოდ დიდი წილი არის შემოსავლის და რა თქმა უნდა დაბალი სეზონი, სადაც რთული გადასატანი იყო ამ კურორტებისთვის, განსაკუთრებით ისეთ სეზონური ადგილებზე, როგორც გუდაური არის და ამას დამატებული აი ეს მოვლენები, რა თქმა უნდა, გაართულა მდგომარეობა. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ მარტო ის არ არის მიზეზი, რომ თქვა კონფლიქტია და ხალხი ერიდება მოგზაურობას, აგრეთვე უნდა აღვნიშნოთ რა შედეგები გამოიწვია ამ კონფლიქტმა. ერთ-ერთი პირველი შედეგი, რაც ნებისმიერ მოქალაქე მისის, ეს არის ფასების ზრდა საწვავზე. და საწვავის ფასის გაზრდა, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება უკვე ავიაბილეთების ფასებზეც და ესეც რა თქმა უნდა ერთ-ერთი გამოწვევა არის. ძალიან ბევრი თქვა კომპანია სიტყვაზე რაც უფრო შორი არის მან რა თქმა უნდა ფასები მით უფრო გაიზარდა. მაგალითად კორეა რომელიც მოფრინავდა ძირითადად ჩარტერული რეისებით საქართველოში და წელსაც 100 არის რა თქმა უნდა. ბევრი ისეთი დიდი მასშტაბით არ არის და როგორც ველოდებოდით, ზუსტად იმიტომ რომ ბილეთის ფასი არის საგრძნობლად გაზრდილი. იგივე რაც შეეხება. რა შეიძლება რომ ვისაუბროთ ბილეთების გაძვირებაზე? დიაპაზონს. სამწუხაროდ აი ესე არ მაქვს დათვლილი, მაგრამ დაახლოებით ერთ-ერთი რაც მაქვს დათვლილი, ისრაელიდან მაგალითად ფრენა საქართველო-ისრაელი და უკან დაახლოებით თუ ჯდებოდა $600-დან $800-მდე, ახლა ჯდება მინიმუმ $1,000-დან $1,500-მდე, რაც საკმაოდ დიდი ზრდა არის რა. დაახლოებით 30-დან 50%-მდე, რაც ნამდვილად არ არის ზოგიერთ შემთხვევაში 100%-მდე. როდესაც ეს მოხდა ეს კონფლიქტი და ტურისტები მათ დატოვეს, ასე ვთქვათ, გუდაური მათ შორის, იყო ესეთი წუხილები, რომ შესაძლებელი იყო, რომ ვთქვათ, რადგანაც კარგი თოვლი იყო, ცოტა უფრო ხანგრძლივი ყოფილიყო ეს ზამთრის სეზონი და უფრო აქტიური მუშაობა მომხდარიყო სხვა ქვეყნებზე, ვთქვათ, ადგილობრივ ტურისტების წახალისებაზე. ვერ გამოვიყენეთ ეს შანსი თუ მაინც შეუძლებელი იყო ამ მოკლევადაში, ვთქვათ, რაღაცა ტიპ დამატებითი აქტივობები და დამატებითი მუშაობა იმისთვის, რომ სხვა ტურისტები შემოგვეყვანა ნაცვლად, ვთქვათ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა. შეხედეთ, ბოლომდე ვერ დავითანხმები მე ამ განცხადებას და რატო. პირველი, იმისთვის, რომ უცხოელი ტურისტები მოიზიდოს საქართველოში, ამას ერთ კვირაში და ერთ დღეში ამას ვერ გააკეთეთ, ეს უბრალოდ შეუძლებელი არის. მით უმეტეს რა ბაზრებზე არის საუბარი. ჩვენ ხო არ დავკარგეთ მხოლოდ ისრაელი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო და ტოპ-10-ში გადიოდა. ჩვენ დავკარგეთ აგრეთვე ინდოეთი, რომელიც აგრეთვე ტოპ-10-ში გადიოდა. დავკარგეთ გალფის ქვეყნები, რომელიც აგრეთვე ტოპ-10-ში გადიოდა. ანუ ჩვენი სამიზნე ბაზრის უზარმაზარი ნაწილი უცებ ერთ დღეში გაქრა ერთ კვირაში ყოველი შემთხვევისთვის. ამის შეცვლა, აი
ასეთ პატარა პერიოდში არის შეუძლებელი, იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ ჯერ უნდა არჩიო ახალი სამიზნე ბაზრები. ეს არის ხო ერთი და იგივე ბაზარი. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ინდოეთი და ისრაელი ერთი და იგივე ქვეყანა, არამედ იყვანან ერთმანეთს. აბსოლუტურად განსხვავებული ბაზრები არის, ან ტაილანდი, ან გალფის ქვეყნები. სულ სხვა ბაზრებია და დივერსიფიკაცია ამ მიმართულებით იყო. მაგრამ ეს კონფლიქტი იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა ამ შემთხვევაში, რომ გინდა არ გინდა აისახა საქართველოზე. შეუძლებელია რამე რეკლამა გააკეთო ამ პერიოდში, რომ აბსოლუტურად სხვა ბაზრიდან მოიზიდო იმდენი ადამიანი, რომ ტოპ 10-ში არსებული 3-4 ქვეყანა შეცვალო ერთდროულად. ისე რომ რამის გაკეთება შეიძლებოდა რომ ესე სწრაფად აღეკინა შეუძლებელი იყო. მეორე მხრივ ადგილობრივ ბაზასაც შეეხება გეთახმებით, აუცილებელი იყო და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენც იგივე გავაკეთეთ როგორც კომპანია კერძო ფასები საგრძნობლად დავწიეთ რომ უკვე რამეთი მოგვეზიდა ადგილობრივი დამსვენებლები იგივე გააკეთა თქვა თვის კურორტებმა თუ გახსოვთ ფასები გაანახევრა რამდენადაც მახსოვს დღის აბონემენტებზე რომ სრიალი შედარებით უფრო ბიუჯეტური გამოსული იყო და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საკმაოდ იაფი და მგონი ვიტყვი რომ ისტორიულად იაფი იყო სრიალი. თუმცა მაინც ადრე გაითიშა ეს საბაგიროები როგორც ვიცი რა ინფორმაცია როგორც კი ბატონო ადრე გაითიშა ვეტყვი იმიტომ რომ ყოველთვის ამ პერიოდში სრულდებოდა ხოლმე კურორტის ზოგადად სეზონი თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო რა შედეგს მოიტანდა ეს ნაბიჯები მაგალითად ჩვენ როგორც კერძო სექტორის წარმომადგენელი ვიტყვი რომ მიუხედავად რომ ფასები ძალიან დაბალი დავდეთ ის რაოდენობა რომ შეესო მთლიანად სასტუმრო სამწუხაროდ ან ყოველ შემთხვევაში ის ოთახები შეესო რაც გაგვიოქმდა სამწუხაროდ ნამდვილად ვერ შეესო ადგილობრივი ბაზით ეს ერთი და იგივე შეგვიძლია ვთქვათ საბაგიროებზე მიუხედავად იმისა რომ ფასები განახევრებული იყო და დიდი ალბათობით ასეთი იაფი აღარ იქნება მომავალშიც სრიალი მაინც არისო ის რაოდენობის ადგილობრივი დამსვენებლები რომლის წყალობითაც თქვა მომგებიანი თუ არა წამგებიანი არ იქნებოდა საბაგიროების ფუნქციონირება ვერ ვიტყვი რა მქონდა კომუნიკაცია ტურისტ ადმინისტრაციასთან პირიქით მქონდა და ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება რომ დაეხურათ სეზონი იყო ის რომ უფრო ძვირი უჯდებოდა სახელმწიფოს ამ საბაგიროების ფუნქციონირება ვიდრე დაკეტვა და შესაბამისად მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ანუ რომ გაიგრძელებინათ ეს თქვა სეზონი უფრო მეტ ხარჯს მიიღებდა სახელმწიფო ვიდრე რამე შემოსავალს და ეს იყო როგორც მე ვიცი ეს იყო თავარი მიზეზი რატომაც დაიკეტა სეზონი. ერეკლი, ეხლა რა ვითარება არის, რამდენად გაქვთ ჯავშნები და როგორ შეიცვალა ვიზიტორების გეოგრაფია, ეგეც საინტერესოა. აი, სხვადასხვა თქვენც ახსენეთ, სანამ ინტერვიუს დავიწყებით, რომ არის ცვლილება გალფის ქვეყნებში, ეს არის დამოკიდებული კვლავ ფრენებზე. ანუ იმ შემთხვევაში თუ ფრენები დაემატება და ჯერჯერობით ეს არის გეგმები, რაც თქვენ ახლა ახსენეთ და სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იმდენი გეგმა იყო რომელიც არ შესრულდა ეს ცალკე საკითხია და ცალკე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამაზე მაგრამ იმ შემთხვევაში თუ დაემატება ფრენები და აღდგება ფრენები ზუსტად ვიცით რომ არის მოთხოვნა საკმარისი შეიძლება თლად იმ მონაცემებს ვერ დავეწიოთ რაც გვინდოდა და რასაც გეგმავდით ან იმ მონაცემებს ვერ დავეწიოთ რაც ჩარშან იყო მაგრამ ყოველ შემთხვევაში მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესდება ან რო შევადარო ჩარჩენილ პერიოდს ყველა იმ ბაზას რომელსაც ეს კონფლიქტი არ შეეხო იქ გვაგზრდა ეს არის საუბარი აზიურ ბაზარზე განსაკუთრებით ჩინეთი არის მომატებული ევროპული ბაზის შემთხვევაშიც არის ზრდა რასაც ვამჩნევ ყოველ შემთხვევაში ჩვენს სასტუმროებში ყველა მიმართულებით გვაგზრდა ამ მიმართულებით და არის კლება მხოლოდ აი ამ მნიშვნელოვან ქვეყნებზე ეს არის ისრაელი, გალფის ქვეყნები და ინდოეთი. თუ პირდაპირ ფრენები არ დაემატა, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ფასები რამეთი უნდა შემცირდეს ფრენის, რასაც რა თქმა უნდა ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ. მდგომარეობა ყოველ შემთხვევაში ჩამორჩება ბოლო 3 თვის განმავლობაში შარშანდელ 3 თვეს. ეს არის მარტი, ეს არის აპრილი და მაისი. მე უბრალოდ იმედი მაქვს და გვაქვს ჯერჯერობით მიღებული უკვე ჯავშნები არაბული ქვეყნებისგან, იმიტომ რომ როგორც ჩანს ისინიც გეგმავენ რომ გაიხსნება ფრენები, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა იქნება, იმიტომ რომ რამდენი თქვა რაღაცა წინსვლა იყო ამ მიმართულებით და მივიღეთ ჯავშნები სიტყვაზე ისრაელიდან, იმდენი კვლავ გაჩაღდა კონფლიქტი, რამაც მაშინვე დაარტყა და მაშინვე ემოქმედა ტურიზმზე.
ერეკლე, ამ ვითარებაში, როდესაც კიდევ ერთი გადმოცემითი ეფექტი არის საწვავის გაძვირება და ამან კიდე ფასების დაგამოწია, როგორ აპირებთ ოპერირებას, რამდენად შეძლებთ, რომ ფასები შეინარჩუნოთ, ან რა ტიპის კორექტირება მოგიხდებათ? აი ეგ არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი ინდუსტრიისთვის, არა მხოლოდ კომპანიისთვის, ზოგადად ფასების გაძვირება საწვავზე ეს აისახება არა მხოლოდ ტრანსპორტზე, ეს აისახება თვითონ პროდუქციის ფასებზე, ანუ თვითღირებულება, როდესაც გაიზრდება, გინდა არ გინდა შენ ხარჯები გეზრდება. ერთის მხრივ ჩვენ გვეზრდება ხარჯები, ეს ბოლო ვიტყოდი რომ 6 წლის განმავლობაში სულ ეს ტენდენცია არის, ხარჯები იზრდება. შემოსავალი კი ვერ ეწევა ხოლმე აი ამ ზრდას და სხვა გზაც არა გვაქვს, ფასებს ჩვენ ვერ გავსწრებთ იქამდე სანამ მოთხოვნა არ გაიზრდება და მოთხოვნა კიდე დავარდნილი არის. რეალურად ეს იმას ნიშნავს, რომ ის ტენდენცია, რომ ტურიზმის ინდუსტრია საქართველოში ჯერ კიდე არ არის მომგებიანი და ვერ ეწევა იმ თქვათ ოქროს ხანას, რომელიც იყო 2017-18 წლებში, იგივე ტენდენცია გრძელდება ახლაც და სამწუხაროდ ჩვენი ინდუსტრია მომგებიანი არ არის. მოდით ვისაუბროთ ინდოეთზეც, თქვენ ახსენეთ, რომ ამ დრომდე არის შეჩერებული პირდაპირ ფრენები ინდოეთიდან, თუმცა ამ ბაზარზე ძალიან დიდი აქცენტი კეთდებოდა და როგორც ვიცი, მარკეტინგული კამპანიებიც მიმდინარეობს, ფულს ხარჯავთ იმისთვის, რომ ინდოეთიდან მოვიზიდოთ, ასე ვთქვათ, ვიზიტორები. რა გეგმები არსებობს და რა მოლოდინები გაქვთ ამასთან დაკავშირებით? რამდენად არის შესაძლებელი, რომ პირდაპირ ფრენების გარეშე, ვთქვათ, ტურისტული ჯგუფები მასობრივად ჩამოვიდნენ ინდოეთიდან? იცით რა არის, აი ეს მიმართულება დასაკორექტირებელი იქნება წელს და დამოკიდებულია იმაზე თუ აი კვლავ იმდენად დიდი ფული და ინვესტიცია არის გაკეთებული ამ მიმართულებით, რომ უბრალოდ ზურგიში აქციო და არაუშავს დავკარგოთ ეს მილიონები თანხა თუ რაც არის, რა თანხაც არის ჩადებული, უბრალოდ მოდი დავივიწყოთ, ეს არასწორი მიდგომა იქნება, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ დარეგულირდა არსებული მდგომარეობა, მაშინვე ეფექტი ექნება თუ გაიხსნება ფრენები, თუ არ გაიხსნება ფრენები. ეს რა თქმა უნდა, ჩემი მოსაზრება იქნება, რომ აზრი არ იქნება, რომ რამე სახის მარკეტინგული ღონისძიება განახორციელოთ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ თუ პირდაპირ ფრენები არ არის, მარკეტინგში ჩადებული ფული დიდი ნაწილით უბრალოდ ჰაერზე გადაგდებული გადაყრილი თანხა იქნება. ამიტომ ერთადერთი რაც შეგვიძლია და თუ არ ვწდები ამას ვაკეთებ კიდევაც, ზუსტად ვერ გეტყვი, მე ვერ ვისაუბრებ ტურისტ ადმინისტრაციის მაგივრად, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი აზრით არ ღირს არანაირი ფულის ჩადება ინდურ ბაზარზე. პირველი რაც არის საჭირო, ეს არის ფრენების აღდგენა. დიახ, რომელიც სამწუხაროდ გაუქმებულია და კონფლიქტამდე როგორც ვიცი, იმიტომ რომ ფრენები დამოკიდებული არის აღდგენა ინდიგოზე და ჯერჯერობით არ ჩქარობენ როგორც ვიცი. დიახ. და ბოლოს ვიდრე ვთქვათ დაგემშვიდობები, სამიზნე ბაზრები მინდა მითხრათ, აი თქვენ როგორ ფიქრობთ ამ ზაფხულის განმავლობაში, რომელი ქვეყნები მაინც შეინარჩუნებენ, თუნდაც ამ მილევად კონფლიქტ თუ არ დასრულდა ეს კონფლიქტი უახლოეს პერიოდში და ცხელი ფაზა არ იყო საქართველოს რომელი ქვეყნები მიანიჭებენ უპირატესობას? ამ ეტაპისთვის რაც შემიძლია ვთქვა და სტატისტიკის მიხედვით, ზრდას ველით და იქნება ჯერჯერობით ჯავშნებიც გვაქვს მიღებული, ეს არის ჩინეთი, აქ საცნობი არის ზრდა, ცენტრალური აზია, განსაკუთრებით უზბეკეთი, რომელიც აგრეთვე საკმაოდ სწრაფად გაიზარდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ყაზახეთი და მეზობელი ქვეყნები. თურქეთიდანაც არის ზრდა, ეგეც შეინიშნება და ევროპიდანაც არის ზრდა, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან გულისხმობ. თუმცა კვლავ ეს ზრდა იქნება თუ არა საკმარისი პირველივე წელს რომ შეცვალოს ყველა ის ბაზარი, რომელიც ამ ეტაპისთვის ბოლო 3 თვის განმავლობაში დაკეტილი იყო, რა თქმა უნდა საკმარისი ჩემი აზრით ვერ იქნება და თუ არ შეიცვალა მდგომარეობა, ჩემი აზრით შარშანდელზე უარესი მონაცემები იქნება ზაფხულშიც. ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ცოტა დარეგულირდება ეს კონფლიქტი, რომ რამეთი დადებითი ცვლა იყოს ჩვენს ინდუსტრიაში. ძალიან დიდი მადლობა ერეკლი საინტერესო საუბრისთვის. ერეკლი კოკაია ინჯგუფის სასტუმროების აღმასრულებელი დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი. საქმის კურსი ამით დასრულებულია. 17 საათსა და 30 წუთზე ბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით.